რატო არ შემიძლია ფიქრი გავუშვა? აქ და ახლა მოვიტანო ყურადღება და გავთავისუფლდე ან დავინახო რაც არის რეალობა. ან რაღაც არის რაც ფიქრს ვერ მაშვებინებს, ანუ რაღაცაზე ვარ მიჯაჭვული. აი რაზე ვარ მიჯაჭვული, დაწყებული ფიზიოლოგიური საჭიროებებიდან, გაგრძელებული სამსახური, ფული ამ საკითხით, გაგრძელებული ურთიერთობები, რო არ დავკარგო ურთიერთობები, იმიტომ რომ მჭირდება რომ ადამიანებს უყვარდე და ურთიერთობები მქონდეს, გაგრძელებული სტატუსით რომ რაღაცას წარმოვადგენდე, აღიარება, წარმატებას მივაღწიო ასე შემდეგ. და აი ამის ჭერი სად არის? იმიტომ რომ მთელი დასავლეთი გაჭედილი არის აი ამ 4 რაღაცა ფაზაში, ასე ვთქვათ. მეტი ფული გქონდეთ, მეტი აღიარება გქონდეთ, მეტი სტატუსი და ეს ეგოს უნდა. და რო წავიდეს ენერგია ზემოთ, აი აქ უნდა გამოთავისუფლდეს ენერგია, ანუ აღარ უნდა დარჩეს დაუკმაყოფილებელი საჭიროებები ამ 4 დონეზე. ანუ ის ყველაფერი რაც ვიცით ჩვენ თავზე, ეს უბრალოდ ინფორმაცია, რომელიც მოვისმინეთ. ამას რო ბზარი დაადო, უნდა დასვა კითხვა, ვინ ვარ მე? და აი თუ დასვა ადამიანმა შეკითხვა მე, ვინ ვარ მე, უკვე დანარჩენი ზედა დონის საჭიროებები, რომელიც არის სულიერი საჭიროებები, შეიძლება დავარქვათ ამას, მაგრამ არ მინდა რომ ამას მიეცეს ძალიან რაღაცა სულიერი აღსარებლობის ან სხვადასხვა პრაქტიკების ესთეტიკა. სინამდვილეში ისინი უბრალოდ ინსტრუმენტებია, რომ ადამიანმა ის გზა გაიაროს, რაც მაგის ზემოთ შეიძლება მოხდეს. ეს შეკითხვა არის, ვინ ვარ მე და როგორია სამყარო? ისეთია სამყარო, როგორიც მჯერა რო არის, ის ვარ მე, ვინც მჯერა რო ვარ. იქნება არა. აი შეკითხვა თუ გაჩნდა ადამიანში, ხო? მე უკვე ადამიანმა შეიძლება დაიწყოს შესწავლა მართლა როგორია სამყარო და მართლა ვინ არის. უკვე ნელ-ნელა აი ამ ეტაპის მერე, ასე ვთქვათ, საფრთხის განცდა ქრება. აღარ აღიქვავ სამყაროს საშიშად თუ მართლა გაიცნობ როგორია სამყარო და ვინ ხარ შენ.